სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტის გარემო სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. რა ინფორმაციის მიღება მოძიება შეძლებს დაინტერესებული მომხმარებელი ახალ პორტალზე. სწორედ აღნიშნულ სიახლეზე ვისაუბრებთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორთან გოგიტა თოდრაძესთან. მოგესალმებით ბატონო გოგიტა, მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ბატონო გოგიტა, ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ გარემო სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. მოდით რომ ავხსნათ ფართო საზოგადოებისთვის რა ინფორმაციაა თავმოყრილი ამ პორტალზე. მოკლედ დავიწყებ იმით, რომ მოგეხსენებათ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მომხმარებლებს შევპირდით, რომ მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, იქნებოდა უფრო ადვილად ხელმისაწვდომი და გავრცელებული ისეთი ფორმით, რომელიც მის გამოყენებას გაადვილებდა და გახდებოდა საფუძველი ნებისმიერ ეს იქნებოდა ბიზნეს თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილებისთვის, ხო? მოკლედ ეს არის აქედან გამომდინარე რიგით 27 ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ერთ ციფრცეში სთავაზობს სხვადასხვა სახის დისაგრეგირებულ ინფორმაციას გარემოს სტატისტიკის შესახებ, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ საქსტატის მიერ ჩატარებულ კვლევებს, კვლევის შედეგებს, არამედ აქ კონსოლიდირებულია ერთ პლატფორმაზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ადმინისტრაციული წყაროდან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის ნარჩენების მართვის შესახებ, მათ შორის წყლის რესურსების, ბუნებრივი რესურსების, ჰაერის ხარისხის, კლიმატის, გარემო პირობების, ბიომრავალფეროვნების და სხვა საკითხები. აქ არის ასევე დაკავშირებული ინფორმაცია ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რომელიც პირდაპირ კავშირშია, ასე ვთქვათ, ამ გარემოს სტატისტიკის მიმართულებასთან და უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პლატფორმა, რომელშიც მხოლოდ გაერთიანებული კი არ არის ინფორმაცია, არამედ აქ არის წარმოდგენილი მძლავრი ინსტრუმენტი მომხმარებლისთვის, რომელიც აძლევს ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობას მიიღოს მისთვის სასურველი ინფორმაცია, ვიზუალიზაციის თანამედროვე საშუალებების, ინტერაქტიული გრაფიკების, თემატური რუკების და სხვა მსგავსი თანამედროვე მიმართულებების მეშვეობით. აქ არის აქ წარმოდგენილი ინფორმაცია, ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა პოლიტიკის გამოტარებლებისთვის მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. საინტერესოა ბატონო გოგიტა, ამასაც ხო თავის დანიშნულება აქვს, როდესაც პორტალს ქმნით. რა გამოყენება და პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება ამ პორტალს და ვინ იქნება მისი მომხმარებელი? დიახ, მომხმარებელთა ფართო წრე იქნება აქ წარმოდგენილი. მათ შორის იქნებიან პოლიტიკის გამტარებლები, რათა მათ მიიღონ, როგორც აღნიშნე, ინფორმირებული გადაწყვეტილებები, მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც გამოიყენებენ ამ ინფორმაციას თავიანთი სამეცნიერო კვლევითი მიზნებისთვის, ბიზნეს სექტორი რასაკვირველია, რათა გაითვალისწინონ მათ თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში გარემოს დაცვითი ფაქტორები და მოახდინონ შესაბამისი ინვესტირება სხვადასხვა მიმართულებით, ასევე მედია სამოქალაქო საზოგადოება, რათა მათ მიიღონ ობიექტური ინფორმაცია ოპერატიულად და ნებისმიერ რიგითი ერთ სივრცეში და ნებისმიერ რიგითი მოქალაქე, რათა ელემენტარულად გაიგონ რა პირობებში ცხოვრობს და რა ხდება მათ ირგვლივ. ეს არის მთავარი ამოცანა ამ პორტალის. ბატონო გოგიტა, რა არის უწყების მთავარი მიზანი და დანიშნულება ამ პორტალით, რომ გითხრათ და საიდან და როგორ გაჩნდა ეს იდეა და რატომ დაინტერესდა სწორედ თქვენი სამსახური, თქვენი უწყება, რომ თქვენ შეგექმნათ ეს პორტალი? ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, ამის მსგავსი ტიპის პორტალის შექმნის მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორც მოგეხსენებათ, ვაწარმოოთ მომხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკა, ხო? მაგრამ იმავდროულად ჩვენი უმთავრესი ძირითადი პრინციპი არის ამ მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა, რომ ეს ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, გახდეს ნებისმიერი მომხმარებლისთვის, არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის ადვილად აღსაქმელი და მათ გამოიყენონ ეს თავიანთი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება გარემო სტატისტიკის მიმართულებას, რატომ გარემო სტატისტიკა? ალბათ დამეთანხმებით, რომ გარემოს მიმართულება, გარემო სტატისტიკა არ გახლავთ საკითხი მხოლოდ ეკოლოგებისთვის.
ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ჯანმრთელობა, ჩვენი კეთილდღეობა და რასაკვირველი აქედან გამომდინარე ჩვენი მომავალი. მაგალითად, ჰაერის ხარისხი განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას და სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას. წყლის რესურსები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა კიდე მრავალი დარგის განვითარებისთვის. ტყის საფარი იცავს ბიომრავალფეროვნებას მაგალითად. ასევე ნარჩენების მართვა კიდე წარმოადგენს ჩვენს უმაღლეს პასუხისმგებლობას მომავალი თაობის წინაშე, ხო? და შესაბამისად ამ ინფორმაციის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ჩვენს დღის წესრიგში დავაყენეთ ამ ასე ვთქვათ მიმართულების განვითარება. ბატონო გოგიტა, თქვენ ახსენეთ ვიზუალიზაცია და გრაფიკა. პორტალის ვიზუალიზაცია, გრაფიკა და შინა არსეც რომ გვითხრათ, ეს არის წმინდა ქართული ნოუ-ჰაუ თუ რომელიმე სხვა ქვეყნის სტატისტიკის იხელმძღვანელეთ? არა, ეს არის აბსოლუტურად ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტი და ჩვენი გუნდის მიერ შექმნილი ასე ვთქვათ ვიზუალიზაცია, რომელზეც თვეების მანძილზე ათობით ადამიანი მუშაობდა და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო მათ ამ მონდომებისთვის და შესანიშნავი პროდუქტისთვის. ასევე საინტერესოა რა პერიოდულობით განახლდება ინფორმაცია საიტზე. რაც შეეხება განახლებას, ის აბსოლუტურად მიბმულია ჩვენი მონაცემთა გავრცელების კალენდარზე და ანუ აქ არის ინფორმაცია, რომელიც განახლდება ზოგიერთი მათგანი ყოველთვიური პერიოდულობით, უმეტეს შემთხვევაში კვარტალური პერიოდულობით და წლიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით. უმეტესად კვარტალურად არის ინფორმაცია მაგალითად საგარეო ვაჭრობის შესახებ, რომელზეც ყოველთვიური პერიოდულობით განვაახლებთ და არის ინფორმაცია, რომელზეც წლიურად მოახდენთ განახლებას. ბატონო გოგიტა, მოდით დეტალებს რომ ჩავყვეთ უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ, ინფორმაციის მოძიება და საბოლოო სახის მიცემა როგორ მოხდება? ანუ რომელ უწყებასთან მოახდენს კოლაბორაციას საქსტატი? მოკლედ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ იდენტიფიცირებული ყავს ინფორმაციის წყარო, ათობით ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროსთან გვაქვს კომუნიკაცია ამ შემთხვევაში და სხვათა შორის ეს დარეგულირებული არის სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეს იქნება ძირითადად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შესული სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში წყაროს წარმოადგენს ჩვენს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა პერიოდულობის სტატისტიკური გამოკვლევა, რომელსაც წყაროდ გამოვიყენებთ. ცხადია, სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ უახლოეს პერიოდში რა სიახლეს უნდა ელოდოს თქვენი მომხმარებელი? მოკლედ ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჩვენი დაპირების შესასრულებლად და უახლოესი თვეების განმავლობაში კიდევ ერთ ახალ ინტერაქტიულ პლატფორმას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ამასთან დაკავშირებით ჯერ მოკრებული ვარ შესაძლებლობას კონკრეტული სფერო დავასახელო, თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომელსაც ჩვენ წლის ბოლომდე აუცილებლად ვაცნობებთ მომხმარებლებს. და მე იმედს დავიტოვებ, რომ ბიზნეს პოსტის მაყურებელი ამას პირველი მოისმენს. სიამოვნებით. ბატონო გოგიტა, ცხადია, ბოლოს აუცილებლად მინდა გკითხოთ საქსტატის იმ მონაცემებზე, რომლებსაც ოპონენტები ხშირად ქვეშ აყენებენ, მაგალითად გულისხმობს მშპ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სტატისტიკასაც. რატომ არ და ვერ შეიძლება დავაყენოთ ეს მონაცემები ეჭვს ქვეშ? პირველი, იმიტომ რომ ჩვენ ამ მონაცემების გაანგარიშებისას ვეფუძნებით აბსოლუტურად საერთაშორისო მეთოდოლოგიას და საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტებს. მეორე, ვეფუძნებით ათობით ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროს და ჩვენს მიერ მაღალი სტანდარტებით განხორციელებულ სტატისტიკურ კვლევებს. და გარდა იმისა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ვაკეთებთ ამას და ამას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ამის რევიზიას და შემოწმებას პერიოდულად ახდენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ისეთი მაღალი რეპუტაციის მქონე უწყებები, რომლებიც გახლავთ ევროსტატი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ასე შემდეგ. ამიტომ მსგავსი ტიპის ყველანაირი ბრალდება
წყალებში, ასე ვთქვათ, მოკლებულია საყაზრს. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ცხადია სიახლეების კვალ გელოდებით ბიზნეს პოსტის სტუდიაში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე იყო ჩვენთან სტუმრად.